ოპოზიციური პარტიები ემანუელ მაკრონს, ფრიდრიხ მერცს და დონალდ ტუსკს რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებისაკენ მოუწოდებენ. წინააღმდეგობის პლატფორმამ საფრანგეთის, გერმანიის და პოლონეთის ლიდერებს წერილი გაუგზავნა, სადაც საუბარია ევროკავშირის დონეზე საქართველოს მიმართ თანმიმდევრული და სათანადო პოლიტიკის ჩარჩოს შემუშავების აუცილებლობაზეც. ეს სახიფათო ტრაექტორია, რომელიც ევროპის კარებთან ვითარდება, მხოლოდ მისი მტრების ინტერესებშია. მაშინ როცა რუსეთი აძლიერებს ჰიბრიდულ ომს საქართველოს წინააღმდეგ და იყენებს de-facto რეჟიმს მოსკოვის სტრატეგიული მიზნების გასატარებლად. ვკითხულობთ წინააღმდეგობის პლატფორმის განცხადებაში. საჭიროა შედეგებზე ორიენტირებული გეგმა მიმდინარე კრიზისის დასაძლევად. მკაფიო პირობებით, რომელიც ერთდროულად წაახალისებს პროგრესს და შეუსრულებლობის შემთხვევაში უზრუნველყოფს ანგარიშ ვალდებულებას მკაცრად დადგენილ ვადებში. მიზნობრივმა სანქციებმა უკვე მოახდინა გავლენა რეჟიმის ძალაუფლებრივ ვერტიკალზე, რაც ბიძინა ივანიშვილის გარემოცვიდან საკვანძო ფიგურების წასვლამაც დაადასტურა. ირაკლი ღარიბაშვილი, გრიგოლ ლილუაშვილი, სულ ახლახან ვახტანგ გომელაური. ქართველი ხალხი მოელის ამ სანქციების გამკაცრებას, რადგან ეს ხელს უშლის ავტორიტარიზმის კონსოლიდაციას და ამცირებს რეჟიმის გავლენას. არჩევნები უნდა ჩატარდეს ჭეშმარიტად ღია და დემოკრატიულ გარემოში და უნდა აღმოიფხვრას 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების ყველა ჩავარდნა. შესაბამისი ინსტიტუციების დემოკრატიული ლეგიტიმაციისა და საარჩევნო პროცესის ადმინდობის აღსადგენად განსაზღვრულია მკაფიო პირობები და გარანტიები და აუცილებელია მათზე შეთანხმება და მათი ზედმიწევნით შესრულება. აუცილებელია კოლექტიური ძალისხმევა დემოკრატიულ ნორმებთან სწრაფად დასაბრუნებლად და ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის აღსადგენად. მათ შორის საქართველოს ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგის განსახორციელებლად. მიმდინარე დევნისა და ფინანსური ზეწოლის პირობებში მნიშვნელოვანია მუდმივი მხარდაჭერა დამოუკიდებელი ხმების შესანარჩუნებლად და ავტორიტარიზმისკენ სვლის შესაჩერებლად. ყველა პოლიტპატიმარი, რომელიც იბრძოდა საქართველოში თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის და რეჟიმის მსხვერპლად იქცა ავტოკრატიული მმართველობის წინააღმდეგ ხმის ამაღლების გამო, უნდა გათავისუფლდეს დაუყოვნებლივ და უპირობოდ. ამ წერილის დეტალებით და შეფასებებით სალომე ლაბაძე აგრძელებს ფორმულას პირდაპირ ეთერში საუბარს. წერილი, რომელიც წინააღმდეგობის პლატფორმა ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნებს გაუგზავნა საქართველოში უკვე თვეების განმავლობაში უწყვეტად მიმდინარე პროტესტის მთავარ მოთხოვნებს ასახავს. რაც იმას ნიშნავს, რომ აქ წარმოდგენილია გზავნილი ახალი არჩევნების ჩატარებაში ხელშეწყობისკენ, ისე რომ საარჩევნო ადმინისტრაციაზე კონტროლს ვერ ახორციელებდეს ქართული ოცნება და ასევე წერილის ავტორები ვაიმარის სამკუთხედის წევრი სახელმწიფოებისგან დახმარებას ითხოვენ პოლიტპატიმრების გათავისუფლების საქმეშიც, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ ივანიშვილის რეჟიმის მმართველობის პირობებში პოლიტპატიმრების რიცხვი პრაქტიკულად ყოველდღიურად იზრდება. ოპოზიცია, რომელიც სალომე ზურაბიშვილთან თანამშრომლობს და ამ წერილის ავტორია, მიიჩნევს, რომ ყველაზე ეფექტიანი იქნება პარტნიორებმა ამ საქმეში ქართველი ხალხის დასახმარებლად კიდევ უფრო აქტიურად გამოიყენონ სანქციების რეჟიმის სანქცირების ბერკეტი და სწორედ ამ მოთხოვნით მიმართავენ ისინი ამ წერილშიც ვაიმარის სამკუთხედის წევრ სახელმწიფოებს, რომელთა პოზიციაც რომ კრიტიკულია ქართული ოცნების მიმართ, ეს სულ ბოლოს 26 მაისსაც დადასტურდა, როცა ვაიმარის სამკუთხედის წევრი სახელმწიფოების ერთობლივი წერილი გამოქვეყნდა. ამ წერილში კი იყო მილოცვა ხაზგასმით მხოლოდ ქართველი ხალხის მიმართ, რაც შეეხება ქართულ ოცნებას. ამავე ტექსტში ვაიმარის სამკუთხედის წევრმა სახელმწიფოებმა ივანიშვილის რეჟიმი გააკრიტიკეს რეპრესიული პოლიტიკის გამო და გამოაცხადეს საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლაზე პასუხისმგებლად. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ახლა მათთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს კრიტიკული პოზიცია, რომელიც არაერთ გზის გამოიხატა ევროპის ამ გავლენიანი სახელმწიფოების მიერ, გადაითარგმნოს კონკრეტულ ქმედებაში და ივანიშვილის რეჟიმს ამ დემოკრატიული უკუსვლის გამო კონკრეტული ფასის გადახდა მოუწიოს. ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სამეგობრო და სამკუთხედი, საფრანგეთი, გერმანია, პოლონეთი იცავს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. მათი მთავარი мотиваცია არის ის, რომ საქართველოს არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ დაიცვას კონსტიტუცია, იძულებული გახდეს დაიცვას ადამიანის უფლებები, გაათავისუფლონ პოლიტიკური პატიმრები და აღდგეს სამართლიანობა ახალი საპარლამენტო არჩევნების სახით. ჩვენ მხოლოდ მეტი კომუნიკაცია გვჭირდება, რასაც ვახორციელებთ ჩვენ საგარეო პარტნიორებთან და დარწმუნებულები ვართ, რომ სანქციები და ზეწოლა მათ შორის ივანიშვილზე და მის ქოცულ ბანდაზე აუცილებლად გაიზრდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვაიმარის სამკუთხედი, რომელიც დღეს პრაქტიკულად არის ერთ-ერთი უძლიერესი ლიდერი ევროპული უსაფრთხოების საკითხებში, უკრაინის საკითხებში, სწორედ მათ მიმართეს ქართულ ხალხს 26-ში და ეს იყო ძალიან დიდი მხარდაჭერა ქართველი ხალხის. შესაბამისად ჩვენ ჩავთვალეთ აუცილებლად, რომ პლატფორმის სახელით პრეზიდენტის ხელმოწერით
წავიდეს მათთან წერილი, რადგან ეს მილოცვა, ეს მხარდაჭერა ითარგმნოს კონკრეტულ პოლიტიკურ გზავნილებში, კონკრეტულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში და რა თქმა უნდა, აქ არის ორი მთავარი მოთხოვნა, ეს არის ახალი არჩევნები ბიძინა ივანიშვილის კონტროლს მიღმა და სამართლიანი წესებით, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ჩვენ ხედავთ, რომ პოლიტპატიმრების რიცხვი იზრდება. წერილით ვთავაზობთ სანქციების პოლიტიკის გაგრძელებას და თანმიმდევრული სანქციების პოლიტიკას იქამდე, ვიდრე არ დაინიშნება ბიძინა ივანიშვილის კონტროლისგან თავისუფალი არჩევნები და არ მოხდება რეჟიმის ცვლილება, იმიტომ რომ ამ რეჟიმს ფიზიკურად აღარ დარჩა არანაირი რესურსი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე დააბრუნოს ეს ქვეყანა და დასავლეთთან ნორმალური ურთიერთობა აღადგინოს. ანუ ერთადერთი, რაც ამ რეჟიმს შეუძლია, არის ამ ქვეყნის რუსეთის პირისპირ მარტო დატოვება, რაც ნიშნავს ქართველი ხალხის გენოციდს რეალურად. მაკრონი ყოველთვის აქტიური იყო, მერცი ძალიან აქტიურია, დღეს და კიდევ უფრო ალბათ აქტიური იქნება გერმანია, მე მქონდა კიდეც საშუალება გარკვეული პერიოდის წინ მქონოდა მასთან საუბარი. ახლა ჩვენ ნახეთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პოლონეთი კიდევ უფრო, ასე ვთქვათ, გააქტიურდება ამ საარჩევნო ციკლის ჩამთავრების შემდეგ და ეს ყველაფერი ჩემი აზრით კიდევ უფრო სერიოზულ მოქმედებებში იქნება იმისათვის, რომ საქართველოში ეს ვითარება შეიცვალოს და ეს არის დიპლომატიური ვთქვათ ზომები და არამედ ყიას არისვრის, ხო? და აი ამ დიპლომატიურ ზომებში შედის ბუნებრივია, როცა საჭიროა სანქციები. გარდა იმისა, რომ ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნებს მიმართა დღეს წინააღმდეგობის პლატფორმამ საომე ზურაბიშვილის ხელმძღვანელობით, ანუ მიმართა საფრანგეთს, გერმანიასა და პოლონეთს, მანამდე დღესვე საომე ზურაბიშვილი ასევე შეხვდა ამერიკელ სენატორ სტივ დენს და მასაც, როგორც ეს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა განმარტა, გადასცა პროტესტში ჩართული ქართველი ხალხის მოთხოვნები. ვსაუბრობთ რესპუბლიკელ სენატორზე, რომელიც შტატების საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით საქართველოში იმყოფება და რომლის მიზანიც არის შეხვდეს როგორც ოპოზიციას, ასევე ქართულ ოცნებას და სწორედ ქართულ ოცნებას გააცნოს ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის ხედვა იმის შესახებ, თუ რა ნაბიჯების გადადგმას ელოდება ტრამპის ადმინისტრაცია ივანიშვილის რეჟიმისგან იმისთვის, რომ დადასტურდეს, რომ რეჟიმი ნამდვილად არის დაინტერესებული საქართველოსა და შტატებს შორის ურთიერთობის გაუმჯობესებით. საომე ზურაბიშვილმა კი აღნიშნა, რომ სენატორ სტივ დენს მან მიაწოდა ყველა დეტალზე ინფორმაცია, რეჟიმის რეპრესიული პოლიტიკის ყველა დეტალზე საჭირო ინფორმაცია და ასევე ინფორმაცია ყველა იმ საფრთხეზე, რომელიც მისი თქმით საქართველოში ამერიკის ინტერესებს ემუქრება. ჩვენი ინფორმაციით ახლა სენატორი სტივ დენსი უკვე ხვდება ქართული ოცნების ეგრეთ წოდებულ პრემიერს, თუმცა პირველი, ვისთანაც მოისურვა კომუნიკაცია რესპუბლიკელმა სენატორმა არის სწორედ წინააღმდეგობის პლატფორმის ლიდერი საომე ზურაბიშვილი. დღეს მე შევხვდი პლატფორმის სახელით, შევხვდი სენატორ დენს, ამერიკელი სენატორი, რესპუბლიკელი, რომელიც კავკასიაში არის ჩამოსული, იყო ბაქოში, მერე მიდიოდა ერევანში და ასევე თბილისში, სადაც ჩვენ შეგხვდა ოპოზიციას მხოლოდ და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მოისმინა სწორედ აქაური არა მხოლოდ შიდა საკითხები და კანონების დარღვევის მთელი რიგი, რაც ჩვენ წარვუდგინეთ, არამედ ასევე სტრატეგიული გამოწვევა, რაც არსებობს ამერიკისთვის ამ რეგიონში და საქართველოში და რომელიც მოითხოვს ამერიკიდან ძალიან დიდ ყურადღებას. სენატორ სტივ დენსის ვიზიტი საქართველოში განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს იმ ფონზე, როცა როგორც ეს შტატების საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით გაირკვა, ჩაიშალა შეხვედრა ელჩ დეგნასა და ბიძინა ივანიშვილს შორის, რომელიც სწორედ ამ მიზნით უნდა შემდგარიყო, ანუ მასაც სენატორ, ისევე როგორც სენატორ სტივ დენს, მანამდე ელჩ დეგნასაც ივანიშვილის რეჟიმისთვის უნდა გადაეცა სწორედ ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილები იმის შესახებ, თუ როგორ წარმოიდგენს შეერთებული შტატების ახალი ხელისუფლება ურთიერთობის გაუმჯობესებას საქართველოსა და ვაშინგტონს შორის. ჩვენი ინფორმაციით ჯერ კიდევ გრძელდება შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში ქართული ოცნების ეგრეთ წოდებულ პრემიერსა და სენატორს შორის და როგორც ოცნების პრესსამსახური გვპირდება, ისინი ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ შესაბამის ვიდეო მასალასაც გაავრცელებენ და სავარაუდოდ ინფორმაციასაც მიაწვდიან მოქალაქეებს იმის შესახებ, თუ რა კონკრეტულ საკითხებზე გამახვილდა ყურადღება ამ შეხვედრაზე სენატორ ბენსის მხრიდან.